მობრძანდით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეხლა ვართ ფოკის წმინდა ნინოს მამათა მონასტერში. უძველეს ჯავახეთის მხარეში. პირველი მონასტრული ცხოვრება აქ დაიწყო 1999 წელს. უწმინდესი ხშირად მოგზაურობდა მთელ საქართველოში და ხდებოდა კუთხეების მოლოცვა და ტაძრების, მონასტრების აღდგენა, გახსნა. პირველად ჯავახეთში მაშინ იმოგზაურა უწმინდესმა 1998 წელს და როგორც იცით, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. აქ ახლოში ახალქალაქში იდგა სამხედრო ბაზა, რუსების სამხედრო ბაზა და სასაზღვრო ზონა იყო. აქ შემოსვლა ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის გარდა საშვებით. თუ საშვი არ ქონდა, შემოსვლა იყო შეზღუდული. ასეთ პირობებში იმოგზაურა უწმინდესმა ჯავახეთში, მესხეთ ჯავახეთში. და 1998 წელს აი იმ ადგილას, სადაც ნიში არის ახლა გაკეთებული, სიმბოლურად აღნიშნულია წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილი. იქ ქვასთან მუხლი მოიყარა უწმინდესმა, დაანთო სანთელი, ილოცა და თქვა რომ აქ უნდა დაარსდეს მონასტერი. ისეთი ვითარება იყო, რომ აი უწმინდესის კურთხევის შესრულება შეუდგნენ. გაძნელდა მონასტრისთვის მიწის გამოყოფა. აქ მაშინდელი ვითარება, მაშინდელი წყობა და ეთნიკურად 100%-ით არაქართული მოსახლეობა არის აქ. მოხდა ისე, რომ უწმინდესი ამოეწერა ყაზბეგიდან, სნოდან და ჩაეწერა სოფელ ფოკაში. დღემდე აქ არის ჩაწერილი უწმინდესი. ესეთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პატრიარქისთვის აი ეს ადგილი. აი აქ მონასტრის გახსნა. და ეს არის უძველესი წმინდა ნინოს ნაკვალევი ადგილი, სადაც პირველად შემოვიდა წმინდა ნინო საქართველოში. და რომ მოდიოდა და საქართველოსკენ იკლებდა გზას, აქ შეხვდნენ წყენსები და იკითხა წმინდა ნინომ საქართველოს გზა. და წყენსებმა პირველად აქ უთხრეს წმინდა ნინოს, რომ საქართველო არის ესე. მონასტერი არის ზედპისპირას, ფარავნის პისპირას. აქ რომ მოდიხარ, ეს არის ჯავახეთი, არის ვულკანური ზეგანი და ნელ-ნელა ისე ამოვდივარ სიმაღლეზე, რომ თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. და ეხლა ამ წუთას ვართ 2100 მეტრის სიმაღლეზე. პირველად რომ მოდიხარ ჯავახეთში, ჩვენი მონასტერი არის პირველი კარიბჭე. ვცდილობთ რომ აქ იყოს როგორც წმინდა ნინოს უთხრეს რომ არის საქართველოს არის ესე. ასევე ჩვენ დავხვდეთ ყველა მომლოცველს, მოგზაურს, სტუმარს თვილი გულით და სიყვარული და უთხრათ რომ საქართველოს არის ესე. აი შევხედოთ ამ თევზს, ამ ველებს, ამ ლამაზს და უთხრათ რომ აი ეს არის საქართველო. ეს არის ღია ტრაპეზი, სადაც სიმბოლურად აღნიშნულია წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილი და ყოველ ნინოობას იქ ტარდება წირვა, ღია ტრაპეზზე, ღია ცის ქვეშ ტარდება წირვა. და უწმინდესის კურთხევით ყოველ წელს ნინოობა დღეს იქიდან იმართება მსვლელობა ფეხით, მომლოცველები გადიან წმინდა ნინოს გზას, რაც გაიარა წმინდა ნინომ. აქეთ არის ტაძარი და მონასტერი, სადაც ყოველდღიური ლოცვები ტარდება და კელიები, სადაც ცხოვრობთ. მობრძანდით, ნახოთ. ვფიქრობ ამას, რამდენ ხელა მნიშვნელობას ანიჭებდა უწმინდესი აქაურობას და თითოეულ კუთხეს და თითოეულ ადგილს, რა თქმა უნდა, საქართველოსი. მაგრამ ესეთი პატივი ხვდა ამ სოფელს და ამ ადგილს. და მართლაც გამორჩეული ადგილია ეს. წმინდა ნინოს ნაკვალევი ადგილი არის, სადაც პირველად მოვიდა წმინდა ნინო საქართველოში და საიდანაც დაიწყო საქართველოს გაქრისტიანება და განათლება. უწმინდესის კურთხევით 2013 წლის ოქტომბერში მოვედი პირველად ფოკაში. მანამდე ნამყოფი არ ვიყავი. და უკვე მე-13 წელია აქ ვარ. და რაც ეს მონასტერი დაარსდა 1999 წელს დაარსდა ეს მონასტერი. იქიდან მოყოლებული ფოკის მონასტერი უშუალოდ უწმინდესის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება. და მეც აქედან გამომდინარე სულ ყურადღების უწმინდესის ყურადღების ქვეშ იყო ფოკის მონასტერი, მამათა მონასტერი, დედათა მონასტერი და მიწევდა მეც ხშირად ჩასვლა უწმინდესთან საპატრიარქოში. რაღაც მონასტრულ საკითხებზე, ყოფით საკითხებზე. და რომ ახსენდება ის საინტერესო იყო ის რომ მივიდოდი, რა საქმეც არ უნდა ქონოდა, მოეტყოდნენ რომ აი ფოკიდან არის მამაო ჩამოსული, მაშინვე მიიღებდა ხოლმე და მისვამდა იქ თავის მისაღებში და მომაყოლებდა აქაურ ამბებს. აინტერესებდა ყველაფერი. აი ის მიგვირდა შემდგომ რომ გამოდიოდი რა ისეთი თითოეული წვრილოვანი და დეტალი აინტერესებდა. როგორ ცხოვრობდით?
სასმელი წყალი ვარგისი იყო თუ არა, ქონდა თუ არა, როგორ ვიკვებებოდით, ქონდა თუ არა საჭმელი. როგორ ლოცულობდით, რა ტიპი კონი ქონდა. მეურნეობას ვეწოდით თუ არა, კლიმატური პირობები როგორი იყო, ზამთარში სიცივე როგორი იყო. წეროები, ბუდეს ისე ვიკეთებენ თუ არა ბოძებზე. მოსახლეობასთან როგორი ურთიერთობა ქონდა. მოწყენილები ხო არ ვიყავით, როგორი განწყობა ქონდა, როგორი შემართებით ვიყავით. ისე გავიდოდა ხოლმე 2-3 საათი, აი ესე უწმინდეს სასაუბარში, ახლა რომ ახსენდება ვფიქრობ, ნეტავი რას უყვებოდი, როგორ რომ ისვენდა უწმინდესი და ამდენ დროს მეთმოდა. მაგრამ ჩემთვის ეს ისეთი თვილი და სიყვარული და მადლით სავსე გარემო იყო უწმინდესთან ურთიერთობა, მასთან ყოფნა, მის გვერდით ყოფნა, რომ აი ესე უშუალოდ მიმიღებდა ხოლმე ეს თუთი სიყვარულით, თქვენობით მომმართავდა და ზღაპარში მეგონა თავი აი ესე და ისე გადიოდა დრო, ვერც კი ხვდებოდი როგორ გავიდა ამდენი დრო. ხშირად გვეუბნებოდა ხოლმე რომ ის აქ არის, ფოკაში არის ჩაწერილი და რომ ძალიან უყვარს მას ეს ადგილი. ტრადიციად იქცა უკვე რომ ნათლისღებას აი ტბა იყინება ჩვენთან, წინა დღეს გავჭრით ყინულს, ამაში ჩაბმულები არიან აქაური მოსახლეობა, უხარიათ, თვითონ გვეხმარებიან ყინულის გაჭრაში. ვაკურთხებთ ტბას წინა დღეს, ნათლისღებას ვატარებთ წირვას და წირვის შემდეგ გვაქვს განბანვა. და მთელი საქართველოდან მოდიან, განიბანებიან და გვაქვს როგორც ტრადიცია და ასექციული და დიდი სიხარული გვაქვს. რა თქმა უნდა, ასევე 1 ივნის სტარდება ნინოობა და მოდიან მთელი საქართველოდან ამ წმინდა დღეს აღსანიშნავად. ათი წელია უკვე ფოკის წმინდა ნინოს მამათა მონასტერში მსახურობ. ეს ჩემი სურვილი იყო და დღემდე ვცდილობთ, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევა შევასრულოთ. ეს მხარე კაცრი არის და ვცდილობთ ყველანაირად ადამიანებს დავეხმაროთ, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად. ტიპიკონი ესეთი გვაქვს, რომ დილით ვიწყებთ ადრიანად, ლოცვით. მერე როგორც ასეთი ყველას მისი პირადი პატარ-პატარა საქმეები აქვს. ზოგი წიგნის ყიდვა იქნება, ზოგი ლოცვა იქნება, პირადი ლოცვა. ყავს საქონელი. ჩვენი რძის ნაწარმი გვაქვს. ხშირად ყავს სტუმრები, ერიდან ჩამოსულები, რაღაც პერიოდი ჩვენთან რჩერდებიან, გვეხმარებიან სხვადასხვა საქმეებში, ცოტა ხანი გაჩერდებიან, მერე უბრუნდებიან თავის ოჯახებს. სოფლის მოსახლეობას ხშირად მეკითხებოდნენ უწმინდესის თაობაზე, იცოდნენ რომ აქ ჩვენი მონასტრის უწმინდესი ხელმძღვანელობს მისი დიდი ინტერესი და ყურადღება და სიყვარული ამ ადგილის მიმართ და თვითონაც გამოხატავდნენ დიდ სურვილს უწმინდესის ნახვის, უწმინდესთან შეხვედრის და აი ეს თავიანთი სითბო და სიყვარული მიეტანათ უწმინდესთან. მოხდა ისე, ბავშვები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, დირექტორი სკოლის, მათი მშობლები, მოსახლეობის ნაწილი, ჩვენი ქართულის მასწავლებლები შევიკრიბეთ ერთად ასე 60 ადამიანი ვიყავით. მივედით სტუმრად უწმინდესთან. რა თქმა უნდა, უწმინდესის თანხმობით და უწმინდესის კურთხევით ბავშვებმა წაიკითხეს ქართული ლექსები, იმღერეს ქართულად, იცეკვეს ქართულად, გამოხატეს თავიანთი სითბო და სიყვარული, უთხრეს რომ უყვართ ძალიან უწმინდესი ენატრებად და დაპატიჟეს, მოთხოვეს რომ ჩამობრძანებული იყო და გაეხარებინათ აქაურები. უწმინდესას რა თქმა უნდა დიდი სიყვარულით მიიღო და როცა მოусვინა ყურადღებით დაასაჩუქრა და აი ესე გახარებულები წამოვედით იქიდან და დაუვიწყარი იყო დღე აქაურებისთვის, ახაც იხსენებენ და შემდგომ კიდევ მთხოვდნენ, რომ კიდევ თუ შეიძლება კიდევ მოხერხდესო, რომ წავიდეთო უწმინდესთან და კიდევ განმეორებული იყო ესეთი ლამაზი და ბედნიერი დღე. ყავს უხუცესი მასწავლებელი, კლარა მასწავლებელი, კლარა ფოცხოვაშვილი, რომელიც 35 წელია ამ მხარეში და ფოკაში ასწავლის ქართულს. ჩვენ ვიყავით 2015 წელს უწმინდესთან, ძალიან უნდოდა თვითონ სოფლის მოსახლეობასაც. ჩვენი სტუდენტები რომ უკვე თბილისში სწავლობდნენ, ეს ბავშვები სკოლა დამთავრებულები, აი სულ ყველა შეიკრიბა იქ, აქედან ბავშვები ჩავიყვანეთ კიდე. უწმინდესმა მიგვიღო საპატრიარქოში და ბავშვები წარუდგნენ თავისი ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით და სტუდენტებმა გააცვნეს თავისი თავი, რომელ ფაკულტეტზე სწავლობდნენ, რომელ უნივერსიტეტში სწავლობდნენ და უწმინდესი ისეთი გახარებული იყო, ისეთი ბედნიერი იყო, რომ ამდენმა ფოკელმა
ასე კარგად იცოდა ქართული ენა და ძალიან გაეხარდა. დაალოცა ბავშვები და უთხრა რომ წერილები გამომიგზავნეთ აუცილებლადო მე წავიკითხავ ყველა წერილს ძალიან ვთქვათო გამომიგზავნეთ წერილები და მომწერეთო აი რას აკეთებთო როგორი ურთიერთობა გაქვთ მშობლებთანო აი ეს უთხრა განსაკუთრებით დედებთანო როგორი ურთიერთობა გაქვთ დილითო სანამ ოჯახიდან გახვალთო აუცილებლად დედისგან კუთხევა აიღეთ რომ დაგლოცოს და ისე გადითო გარეთო და აი მე ვხდებოდნენ ეს ბავშვები და მეუბნებოდნენ რომ აი ვასრულებთო ამათო და ჩვენ ხასიათით შეგვეცვალაო ერთი შეხვედრითო პატრიარქთანო და დღესაც უნდათ რომ აი თქვა შეხვდნენ პატრიარქს და ხომ პატრიარქი მოეფერონ პატრიარქს და ყველა ფოკელმა იცის რომ პატრიარქი არის ფოკაში ჩაწერილი და ფოკელს ეძახიან პატრიარქი არის ფოკელი მე თვითონ პირადად ძალიან მიყვარს პატრიარქი აი არ ვიცი მის ნაფეხურებს შემიძლია დავდგე და ვაკოცო და ვიამბორო მან დიდი საქმე გაუკეთა საქართველოს ქართულ ეკლესიას ასე აღორძინა ფეხზე დააყენა და მთელ მსოფლიოს დაანახა რომ როგორები არიან ქართველები როგორი მორწმუნეები არიან როგორი სამშობლოს მოყვარულები არიან და აი დღესდღეობით რაც მოდის რომ ჩვენ ყველანაირ დატვირთვას ვუძლებთ გარედან ეს ყველაფერი პატრიარქის დამსახურებაა იმიტომ რომ იმან ამაში ძალიან დიდი შრომა ჩადო რომ ჩვენ ეს გაგვეკეთებინა ფოკის მონასტრის წინამძღვარი გახლავთ უწმინდესი ჩვენ ვართ მისი მორჩილები მისი ნების ამღავსურებელები და ვცდილობთ რომ შევასრულოთ პირნათლად ჩვენი დავალება და გავახაროთ უწმინდესის გვილი ისე როგორც მას გაუხარდებოდა, როგორც მას მოეწონებოდა, როგორც ეკადრება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სამშობლოს, ძალიან გვიყვარს ჩვენი უწმინდესი და ვიცით ის საქართველოს ისტორიიდან რომ აი მძიმე პერიოდში ძნელბედობის ჟამს ღმერთი მუდამ გამოგიშენდა უფალი ისეთ ადამიანს, რომელიც იტვირთებდა მთელი ერის ტვირთს და თავისი პირადი ძალითა და მადლით უწინამძღვრებდა ერს და გაიყვანდა სამშვიდობოს და ნათელში. და ჩვენთვის ასეთი არის ჩვენი უწმინდესი ღმერთმა იმდენი ძალა მისცა მიყავს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ეკლესია უფლისკენ, მშვიდობისკენ, სინათლისკენ, რწმენისკენ, სიყვარულისკენ, იმედისკენ და ჩვენი სურვილია რომ მისი ეს სიყვარულით სავსე გული და განუწყვეტელი ლოცველი სული კლავას მრავალი წელი უძღოდეს ჩვენ სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას უფლისაკენ.